მოგესალმებით, ჩემო სიხარულებო, მე ვარ ნატალია, ქალბატონი ვალენტინა ბარბაქაძის ტარო აკადემიის სერტიფიცირებული სტუდენტი, კურსდამთავრებული. მოკლედ გეტყვით, ალბათ ბევრი თქვენგანი იცნობთ, ალბათ არა დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ვალენტინა ბარბაქაძეს, იგი გახლავთ ტარო აკადემიის დამფუძნებელი. და დამერწმუნეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი და წამყვანი ტარო აკადემია არის. ასევე გახლავართ მოკლედ მიმოხილვა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, უბრალოდ ჩემზე წარმოდგენა რომ გქონდეთ ზოგადად ვინ ვარ და რას წარმოვადგენ. ასევე გახლავართ რუსეთის ოლეგ ფემიჩევას ასტროლოგიური აკადემიის სტუდენტი და ძალიან მალე უახლოეს მომავალში და ახლო მომავალში ასევე შემოგთავაზებთ ასტროლოგიურ პროგნოზებსაც. ასე რომ გადავიდეთ ახლა ძირითადზე, იმაზე თუ დღეს რა გაშლა მოგიმზადეთ, რომელსაც ერთად გავაკეთებთ, რა თქმა უნდა თქვენი დახმარებით და თქვენი ენერგიების ჩადებით. მაშასე დღევანდელი ჩვენი გაშლის თემა იქნება თქვენი საბედო, ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი არის თუ არა თქვენი საბედო. სანამ ტაროს ვჩეხავ, თქვენ უბრალოდ ჩაიფიქრეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი, იფიქრეთ მასზე და დავიწყოთ, ხო? დღეს გამოვიყენებ რამოდენიმე დასტას, რაც უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის მერწმუნეთ ჩვენს გაშლას. ეხლა უბრალოდ გავაკეთებ სინიფიკაციას, რომ გავიგო თუ რა სიტუაცია და რა ვითარება არის და თქვენთვისაც ასევე რა თქმა უნდა საინტერესო იქნება იმ მხრივ, რომ რამდენად რეზონირდება თქვენთვის და გააგრძელოთ თუ არა ამ გაშლის ყურება. ასე სინიფიკაცია დღევანდელი ჩვენი გაშლა ვიზე იქნება. დღევანდელი ჩვენი გაშლა ჩემო ძვირფასებო იქნება ადამიანზე, რომელიც რაღაც ამ ბოლო დროს ყოველთვის ამოდის ადამიანი, რომელმაც ისწავლა ბალანსის დაცვა, იმიტომ რომ რაღაცა თუ არ ვწდები წინა გაშლაზე ზუსტად იგივე არკანი ამოვიდა სინიფიკაციაზე. თუ სწორედ მახსოვს. ადამიანმა, რომელმაც ისწავლა ბალანსი, ადამიანმა, რომელმაც უახლოეს მომავალში განიცადა საკმაოდ დიდი დანაკარგი ჰქონდა მას. ეს დანაკარგი შეიძლება ეხებოდეს ფინანსურს, საჯარო გაშლა არის დავიტყვი, შეიძლება ეხებოდეს ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ბიზნესი და უცაბედად და გაუთვლელი ვითარებით და მოქმედებებით განიცადა საკმაოდ დიდი მარცხი და კრახი. ან ზოგმა შეიძლება საერთოდ დაკარგა მთლიანი ქონება. ძალიან ცოტა პროცენტი იქნება ადამიანების, რომლებმაც ასევე სიყვარულში განიცადა, ურთიერთობაში განიცადა მარცხი და დაკარგა მისთვის ძვირფასი ადამიანი. მაგრამ იგი ახლა ცდილობს ამ გაურკვეველი სიტუაციიდან გამოსვლას, ენერგიების მოკრებას, რადგან იგი არის საკმაოდ გონებამახვილი და განვითარებული ადამიანი, აქვს საკმაოდ გამოცდილება, ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ ჩამოუყალიბებელ ადამიანზე, არა, ისედაც ვთქვით, რომ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც საკმაოდ ისეთი წარმატებული ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცეების და ასე ვთქვათ, მიზეზების გამო თავისდაუნებურად მოხდა ეს დანაკარგი, სხვანაირად ეხლა ჩამოუყალიბებელ ადამიანს დამერწმუნეთ, ჩამოუყალიბებელი ადამიანი წარმატებული ვერ იქნება, ხო, და მეტანხმებით. კარგით, ჩავშალოთ ეს არკანი. ამ გაურკვეველი სიტუაციიდან ცდილობს გამოსვლას, ძალების მოკრებას, აღდგენას
თავისი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, იგი მიხვდა, რომ დაუშვა, სად დაუშვა შეცდომები, რამ გამოიწვია ეს ვითარება, რა ვითარებაშიც იმყოფება იგი და როგორც პატარა ბავშვი ცდილობს ნაბიჯების სწავლას, ანუ სიარულის სწავლას ნაბიჯების გავლით, აი ზუსტად ესე იწყებთ ცხოვრებას, ანუ ახლიდან იწყებთ ცხოვრებას, ეს სიგნალი იყო ალბათ, იმიტომ რომ სწორედ თემაზე საუბრობთ და სწორედ ახლიდან სწავლობთ ცხოვრების დაწყებას და ახლიდან ცდილობთ თქვენი საქმიანობის წინ წამოწევას და ვისაც ურთიერთობებში ქონდა ეს კრახი, ზუსტად ურთიერთობებში სწავლობთ თუ როგორ უნდა წარმართოთ ურთიერთობები, როგორ უნდა განავითაროთ იგი, რისიც ძალიან დიდი და ღრმა სურვილი გაქვთ და როგორ გამოხვიდეთ იმ დეპრესიული და წარუმატებელი სიტუაციებიდან, რომლებიც როგორც ვახსენე, გქონდათ უახლოეს პერიოდში. აქ შეიძლება საუბარი იყოს დღეს ადამიანზე, რომელიც სწავლით და განათლებით არის დაინტერესებული, შეიძლება შეისწავლის ფსიქოლოგიას, შეიძლება შეისწავლის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და საკრალურს. დღეს ჩვენთან ყურუმი მოვიდა, ასე რომ აქ რამოდენიმე ფენა წამოვიდა აშკარად. შეჯამება რომ გავაკეთოთ, დღევანდელი გაშლა იქნება ადამიანმა, რომელმაც განიცადა მარცხი ფინანსური თვალსაზრისით, ადამიანმა, რომელმაც განიცადა მარცხი ურთიერთობების თვალსაზრისით და ადამიანი, რომელმაც დაიწყო რაღაც ახალი შესწავლა, ეს იქნება ფსიქოლოგია, დამხმარე სპეციალობა, ადამიანი, რომელიც ეხმარება ხალხს, ადამიანებს. კარგით, თუ თქვენ იცანით საკუთარი თავი, მაშინ დროა გადავიდეთ მომდევნო კითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა მოვამზადე, რომ არ ამერიოს. ჯერჯერობით ეს დასტარდა გვჭირდება და ახლა გავაკეთებ მე უბრალოდ გავიგებ თუ რა ენერგიებში იმყოფება ქალბატონი, გოგონა და შემდეგ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფება მამაკაცი, ბიჭი. სინიფიკაციას არ ავიღებ მაინც, იმიტომ რომ შეიძლება დაგჭირდეს, უბრალოდ იცი რომ არ ჩანს, ვერ ვატევ კადრს, მაგრამ ამასაც გამოვასწორებ აუცილებლად. კი ბატონო, ესე იგი გოგოს ენერგიები. ასევე ავიღოთ ბიჭის ენერგიები, ნახოთ რა ენერგიებში იმყოფება. რა ენერგიებში იმყოფებით მამაკაცებო, ბიჭებო. დასტამსად არის. კი ბატონო და შემდეგ რა ხდება ახლა თქვენ შორის და აი დასტით გავაკეთოთ. ეს ჩემი დრეკადი და სლიკინა ვეითის დასტა. მაგრამ რომელიც ძალიან მომწონს ვიზუალურად და ძალიან მიყვარს. კი ბატონო, რა ხდება თქვენ შორის ახლა ამ ეტაპზე და არა ზოგადად, ეხლა ამ ეტაპზე. და ამ ურთიერთობის მოსალოდნელი შედეგი. დღეს თუ დამჭირდა გამოვიყენებ მანარას დასტასაც, თუ ჩავთვლი საჭიროდ, აუცილებლად გამოვიყენებ და უფრო საინტერესო იქნება დამიჯერეთ კლასიკა და მანარა ერთად ძალიან მაგრად მუშაობს. ამ ურთიერთობის მოსალოდნელი შედეგი.
მეგობრებო, რაც იქნება, მაგრამ მაინც დავუყოთ. ნახოთ რა მოხდება. მაშასე, რა ენერგიებში იმყოფებით გოგონებო? ჩემო საყვარლებო. რა ენერგიებში იმყოფებით და ეხლავე გეტყვით. ენერგიებში იმყოფებით. 7 ენერგიებში. ის ემოციური პერიოდი, რაც გქონდათ აქამდე, თითქოს დააბალანსეთ და უფრო სიმშვიდეში გადაიყვანეთ. აქ თითქოს მოლოდინის რეჟიმში ხართ, იხსენებთ წარსულს, იხსენებთ ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება იყოს დაპაუზებული ურთიერთობა. იმიტომ რომ აქ ვხედავ გოგონას, რომელიც წარსულზე ფიქრობს, იხსენებს იმ მომენტებს, როდესაც კარგად გრძნობდა თავს, თავის საყვარელ ადამიანთან. დიდ ჩავშალოთ ეს არკანი, უფრო კარგად რომ იყოს. ზოგიერთი თქვენგანი აქ შეიძლება არჩევნის წინაშეც იყო. არჩევანს ვიტყოდი იმას, რომ ორი მამაკაციდან ერთ-ერთი უნდა აერჩია. მამას ვამბობ ზოგიერთი თქვენგანი, არა ყველა. ზოგიერთ თქვენგანს ახალი გაცნობილი ყავს პარტნიორი, ანუ ახალი ურთიერთობა არის, რომელიც ჯერ ასე ვთქვათ, ეხლა იდგავს ფეხს ურთიერთობის თვალსაზრისით, გაქვთ გაცნობის პერიოდი, გაქვთ შეხვედრები და უბრალოდ არჩევნის წინაშე გახართ, რამდენად გააგრძელოთ და განავითაროთ ეს ურთიერთობა. მე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ ბრძანდებით საკმაოდ შემდგარი ადამიანი, გონება გახსნილი ადამიანი, რომელიც ქურუმი ამოვიდა აქ სიგნიფიკაციაში, ნახეთ და აქაც გოგოს ენერგიები. შეხედეთ. ეს აშკარად ქურუმი ყავს. საკმაოდ განათლებული ბრძანდებით. არ არის გამორიცხული, რომ და არა გამორიცხული არა, მე 100%-ით ვიტყოდი, რომ თქვენ მართლა ხართ დაინტერესებული ფსიქოლოგიით. ცხოვრების იცით, რომელ ეტაპზე გახართ, რაღაცა ახლის შესწავლის, ახლის გაგების, თქვენთვის ამოუცნობი თემის შესწავლა გნებავთ და ზოგიერთი თქვენგანი უკვე სწავლობს კიდევაც. ენერგიებში იმყოფებით, აი ზუსტად ეხლა იცით რა მომენტი მომდის, მე გითხარით, რომ აქ ახალი გაცნობილი ყავთ ხომ, ადამიანი, ახალი დაწყებული არის ურთიერთობა, ფიქრობთ, ოვჭოფობთ, რამდენად სერიოზულ ურთიერთობაში გადაიყვანოთ, თან ზოგჯერ თქვენს ფიქრებში მოდის ზუსტად აი ის ფიქრები მოგდით თუ როგორ ქორწინდებით უკვე, ანუ ქორწილის სცენებს წარმოიდგენთ, შემდეგ თითქოს საკუთარ თავს აფხიზლებთ და ეუბნებით, რომ ანუ ჯერ ეს ყველაფერი არის ადრე, დრო გჭირდებათ, უნდა გაიცნოთ ჯერ კარგად და მე გეტყვით იმას, რომ კი ბატონო, აქ აუცილებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას და ამ ურთიერთობას გაგრძელების შანსს მისცემთ. აუცილებლად და ერთსაც გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა საკმაოდ ტრანსფორმაციული იქნება თქვენთვის. ტრანსფორმაციული იმ მხრივ, რომ კი ბატონო, შეგცვლით როგორც სულიერად, ისე გარეგნულად, ვიზუალურადაც ამ ადამიანთან ურთიერთობა დამიჯერეთ.
ხოლო ის ადამიანები, რომლებიც არიან დიდი ხნის ურთიერთობაში, ძალიან მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიყვანენ ამ ურთიერთობას. თქვენი ენერგიები არის ახლისკენ სწრაფვის, ურთიერთობების გაღრმავების, კიდევ ერთხელ გეტყვით, შეხვედრების, რასაც მაღალი ძალებიც ძალიან აქტიურად ხელს უწყობენ. ბედნიერებისკენ, სიუხვისკენ, ყოველივე საუკეთესოსკენ გაქვთ სწრაფვა, ჩემო კარგებო. მოდით ახლა გავიგოთ თუ რა ენერგიებში არიან მამაკაცები. აქტიურ ფაზაში. ესე იგი, ისეთ აქტიურ ფაზაში არიან მოსულები, ვერ გეტყვით. მათი აქტიურობა რაში გამოიხატება? აქ ისევ გეტყვით, რომ ზუსტად ეს ახალი დაწყებული ურთიერთობა ისევ იქ მივდივარ, ანუ ადამიანს, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი ნება და ზუსტად ამ სიტუაციამ, ამ ნებამ, ამ სიახლემ იგი საგრძნობლად დააბნია და მე იმას გეტყვით, რომ ზუსტად ამ დაბნეულობის გამო აქ პაუზა მოვიდა, ზუსტად აქაც ამოდის პაუზა, შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს დაპაუზებული. ეხლა ავხსნი რატომ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ურთიერთობა, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს გაიცნობს, ეს მამაკაცებს ძალიან ხშირად ემართებათ არიან მამაკაცის კატეგორია, რომლებიც გაიცნობენ ადამიანს, ქალბატონს რაღაცა შეხვედრებისთვის, გართობისთვის, მაგრამ აქ იცით რა მომენტი მოხდა ის, რასაც არ ელოდებოდა თვითონ, წამოვიდა სერიოზული გრძნობა, მიზიდულობა ქალბატონის ამ გოგონას მიმართ, რაც ძალიან შეაშინა იგი, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იგი არ ელოდებოდა ამ გრძნობას და ზუსტად ამ გრძნობის გამო იგი შეიძლება იყოს პაუზაში, თქვენთან დროებით განშორება არჩია, რადგან დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან ხშირად ფიქრობს თქვენზე ფიქრობს იმას, რომ თქვენ ხართ იცით როგორი ადამიანი, ქალის იდეალი, ადამიანი, რომელიც მოისაზრება მისი შვილების დედად. იგი ასე გიყურებთ თქვენ. კიდევ რა ენერგიებში იმყოფება? აქ წვილი ამოდიხართ თქვენ. აგერ. წვილი, კი ბატონო. კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. აშკარად წვილი ხართ თქვენ. ბედით ხართ ერთმანეთისთვის, გაჩენილები და შეხვედრები. კი ბატონო. ბედით შეხვდით ერთმანეთს. კი ბატონო, აქ ისევ იმას მეუბნება, რომ არის იცი დაბნეული არის. მართლა საშინლად დაბნეული არის, დრო სჭირდება იმისთვის, რომ გაერკვეს საკუთარ გრძნობებში და ჩამოყალიბდეს, რაც დამერწმუნეთ საკმაოდ წარმატებით დამთავრდება, იმიტომ რომ აქ მაღალი ძალები ჩაერთვებიან, მისცემენ იმის ენერგიებს და იმის გონებას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ ბედმა თქვენი თავი მას საჩუქრად გაუგზავნა. თქვენ რაღაცით მისთვის ხართ, რაღაც ესე დავაკონკრეტებდი, თქვენ ხართ აქ მოვლენილი მის დასახმარებლად. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ შორის, აქ თითქმის რომ გვითხრა ისედაც რაც ხდება ხომ თქვენ შორის, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩავშალოთ. გაურკვეველი სიტუაცია. ვინც იცით ეს არკანი. გაურკვეველი სიტუაცია, არეული ურთიერთობა,
აქ არის ძალის და ენერგიების ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ურთიერთობის წინწაყვანა ზოგადად სჭირდება გონება და ის ძალა და ენერგიაც, რაც შემდეგ გონებას ეხმარება, ხო? აი აქ ამის ნაკლებობა არის და მე ზუსტად ვიტყოდი იმას, რომ ეს ყველაფერი უფრო მოდის ბიჭიდან, მამაკაციდან გამომდინარე, იმიტომ რომ მამაკაცი აქ არის, იცით, გითხარით როგორ ენერგიებშიც, ანუ არის შეშინებული იმ ხრივ, რომ წამოვიდა თქვენ შორის ის გრძნობა, რასაც არ ელოდებოდა. არა იმიტომ, რომ მას არ აქვს თქვენს მიმართ გრძნობა, არა, პირიქით, იმდენად ღრმა გრძნობა გაუჩნდა თქვენს მიმართ, რომ ანუ ძალიან შეაშინა, ხო? ანუ ამ ყველაფერმა. და თქვენ შორის იმას ვიტყოდი, რომ ზუსტად ეხლა ეს დაძაბული, ეს გაურკვეველი, აი ეს არეული სიტუაცია არის, ანუ ვერ ხვდებით თქვენ რა დაემართა ამ ადამიანს. აქ შეიძლება ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, საწყის ეტაპზე, ვისაც ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, შეხვედრები იყო, გართობა და უცბად ეს ადამიანი რაღაცა დაიმშვიდობეთ ერთმანეთს, ის თავის სახლში წავიდა, შენ სახლში წახვედი და დამთავრდა იმის მერე ხაზი აღარ გამოვიდა და ვისაც რამოდენიმე, ანუ უფრო ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ, აქ შეიძლება მოხდა იგივე ზუსტად, რომ ადამიანი ერთ დღეს ადგა, დაიხურა თავზე ქუდი, წავიდა ისე რომ არც გაგაფრთხილად საერთოდ რა მოხდა, ну ზუსტად აი ეს მოხდა, რომ მას ზუსტად აი თით მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენი ეტაპი, ამ ვისაც ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, მე მათზე ვიძახი, თქვენი ურთიერთობა უნდა გადავიდეს მომდევნო, უფრო მნიშვნელოვან და უფრო ღრმა ეტაპზე. ამისთვის ბიჭი დაფიქრდა, იმიტომ რომ ცოტა მაინც მამაკაცი არის და ნუ შეეშინდა, არის თუ არა ამ ყველაფრისთვის მზად და სწორედ ამის გამო არის იგი პაუზაში წასული, მაგრამ აქ გითხარით, რომ პენტაკლების ტუზი არის ამოსული ძალიან მალე და ძალიან კარგად დამთავრდება ეს ყველაფერი, ხო? გადავიდეთ ისევ აქ ეს არეული ურთიერთობა. კი ბატონო, თქვენ შორის ზუსტად ეს ხდება არეული პერიოდი ისევ და ისევ მამაკაცის გამო, იმიტომ რომ იგი არის, აქ შეიძლება დეპრესიაც აქვს, არეული არის საკუთარ თავში, დეპრესია აქვს, იცით რის გამო, რომ მას თქვენთან უნდა მოსვლა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებს და აფერხებს, ანუ სურვილი აქვს ერთი, მაგრამ მოქმედებაზე ვერ გადადის. მაგრამ აქ რა თქმა უნდა მაღალი ძალები ჩაერთვებიან იმისთვის, რომ ახსრულდეს ის, რაც ზევით არის უკვე დაწერილი, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ მე აქაც გითხარით, რომ თქვენ ხართ წყვილი, თქვენ ხართ მაღალი ძალებისგან მოვლენილი ორი სული, რომლებმაც ერთმანეთი უნდა შეავსოთ, განსაკუთრებით ქალი არის აქ მოსული იმისთვის, რომ მამაკაც დაეხმაროს, რათა გაიაროს ის გაკვეთილები, რაც აქვს გასავლელი და ამიტომ მაღალი ძალები ჩაერთვებიან და აუცილებლად ამ მამაკაც ექნება ბიძგი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თქვენამდე მოვიდეს. კი ბატონო, და თქვენი ურთიერთობა აუცილებლად იგივეს მეუბნებიან აბსოლუტურად ყველგან თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გადავა მაღალ ეტაპზე, ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან აქ იქნება გამოსვლა და იქნება ახლის დასაწყისი. შეხედეთ როგორ არის თქვენზე მოჯაჭვული. აი აქაც წყვილად ამოხვედით, შეხედეთ პენტაკლების დედოფალი და პენტაკლების მეფე. იქაც წყვილში ამოხვედით. კარგით, ну მე აქ უკვე მივხვდი ისედაც ყველაფერს და მოდით ვნახოთ თქვენი ურთიერთობის მოსალოდნელი შედეგი. ხო, რა იქნება? შეხედეთ როგორ მოქრის. აშკარად მოიჩქარის, მოდის, მორბის, მოქრის.
თან ერთი ცხენი არ იყო ორ ცხენზე ამხედრებული. ნუ აქ რა თქმა უნდა, რომ თქვენი ურთიერთობა ჩემო ძვირფასებო წავა წინ, თქვენს ურთიერთობას ექნება გაგრძელება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუ თქვენ შორის აქ რამოდენიმე პროცენტი იქნება ისიც, რომ შეიძლება იყოს მანძილი და მათ შორის ვთქვი ისედაც, ვისაც მანძილი, დაპაუზებული ურთიერთობა და ვისაც ახალი ურთიერთობა გაქვთ თან დასაწყისი, ახალი ურთიერთობის დასაწყისი გაქვთ თქვენ შორის თუ არის მანძილი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში ელოდეთ ამ ადამიანის თუ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობთ ჩამოსვლას, ერთი სიტყვით შეხვედრა გექნებათ აუცილებლად და ვისაც დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ, ჩემო ლამაზებო, თქვენი მეორე ნახევარი, მე ესე ვეტყოდი უკვე, იმიტომ რომ აქ ყველგან წყვილად ამოდიხართ, აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და თქვენი ურთიერთობა გადავა შემდეგ ეტაპზე. მე აქ მიყვებიან თუ რაც მაჩვენეს უკვე რა მოხდა თქვენ შორის, თავიდან იყო გაცნობა, შემდეგ შეხვედრები, შემდეგ რაღაც წყენად შეიძლება იყოს ზოგიერთი თქვენგანისთვის იქნება ესეც, რომ მამაკაცი რაღაცის გამო არის განაწყელებული, შეიძლება არ ვიცი, რაღაც ისეთი უთხარით რამაც გაანაწყენა და ცივ ენერგიებში გადავიდა მაშინვე ძალიან სწრაფად და ეხლა არის იმ ფაზაში ზუსტად ისევ და ისე რომ ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ვეკითხებით ამ ურთიერთობის მოსალოდნელ შედეგს, ხომ? ამ ურთიერთობის მოსალოდნელი შედეგი იქნება ის, რომ ამ რთული სიტუაციიდან გამოხვალთ ჩემო ძვირფასებო და ნახეთ თქვენი მომავალი როგორი იქნება. მე მგონი ამ არკანით უკვე ყველაფერი არის ნათქვამი, ხომ? აქ ერთად დაბერება გიწერიათ, გაქვთ? კი ბატონო. ამ სიტუაციიდან აუცილებლად გამოსვლა, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, წინ შეგვხვდებათ დაბრკოლებაც. ამ გაურკვეველი სიტუაციიდან აუცილებლად გამოვა თქვენი პარტნიორი, თქვენს გადაწყვეტთ და თქვენ საკუთარ თავში კი ბატონო დარწმუნდებით თქვენი სწორ გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ იმ გვაჩვენეს, რომ თქვენს ორჭოფობთ, არ ხართ დარწმუნებული 100%-ით, მაგრამ აუცილებლად გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და თქვენც ასევე მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, რასაც მე გისურვებთ, ჩემო კარგებო. გისურვებთ ბედნიერებას, ძალიან დიდ სიყვარულს და შევხვდებით ძალიან მალე. კარგად.